მაგრამ შენ ჩამოსვლას გაუმართლოს და ჩემ დახვედრას. ერთი შენ, ერთიც მე. აი ბიჭი. ხელში მაკვდება ყველი. ველოდები შეეცა. 60-ში ვარ ნირვანაში ვარ. აქ არაფერია გასაკრიტიკებელი. მკითხაო. ვერც წარმოვიდგენდი რომ ნეგრონში შეიძლება იყოს კარაქი. მიდი ლაშა ყოჩა. მე შურ ჩემი თავის ხანდახან. მისმე? ისმენ. ღმერთოჩი. არა გაარგაწყა ამის მუცელი. დავშორდები ამას და იგი იქნება. შეამჩნევდით რომ შევრიგდით და ზღვაზე ვართ. ოღონდ რა ზღვაზე? თბილისის ზღვაზე. ისევ ერთად გავიჩიტეთ. მაშა გიხარია? კი. ვიღაცა დაგვიწერა კომენტარებში უკვე დავწუნდიო რომ ანა მიქით შეაბალაშაო. მაგაში ეჭვი როგორ ეპარებოდათ. აქამდე. მოკლედ. თბილისის ზღვაზე ამოვედით თბილისში. ძალიან მაგარი სივრცე გაიხსნა ლამაზ ადგილას. ჩვენმა მეგობარმა კარგად იცნობთ უკვე გიორგი ანდღულაძეს, შეფს. გახსნა საინტერესო კონცეფციის მქონე რესტორანი. კერძებზე უკვე კერძების დროს მოგიყვებით. დაინახავდით რომ ჩვენს უკან ლამაზი ხედია. ნავები, იახტები. გადასარევი ნეგრონი, ვისაც გიყვართ ნეგრონი, კომენტარებში დამიწერეთ. მე არ ვარ კოქტეილების მოყვარული, მაგრამ ნეგრონი მიყვარს. მიხარია რომ თბილისის ზღვაზე ვართ, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კარგად ასათვისებელი ტერიტორია არის, რომელიც ძალიან კარგად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ქალაქის ტურიზმის გასავითარებლად რა. დანარჩენის უფროსთან. კაია, ველოდები შეეცა. მენიუ რაღაცა ერთი კონცეფციით ხართ რამე გაყოლილი თუ? ალბათ ყველაზე მარტივი რა, ქართული საჭმელი რაც ყველას გვიყვარს რა. ხო. მართლა გულწრფელად აი ხაჭაპური და რაღაცა გურული სუნელით, კიტრი პომიდორის სალათი, მწვადი, ქაბაბი, კუპატი, კათამი და ბაჟე. ძირითადად რასაც ვიღებთ ხოლმე აი ეგ არის რა. მაგრამ ყველაზე მაგარი რა არის რომ ეხა ძალიან ბევრი მეგობრები იყვნენ ჩვენი ამ პერიოდში და ეთყობა ეს ხედი და რაღაცა სივრცე იძლევა რაღაცა იმას რომ ყველას თავისი იდეა მოუვიდა. ანუ მართლა კარგად ვიძახ ისე გულწრფელად რომ ვიღაცას უფრო მეტი საბერძნეთი მოუნდა, ვიღაცას უფრო მეტი იტალია მოუნდა, ვიღაცას უფრო მსუბუქი საჭმელი, ვიღაცას კიდევ უფრო მძიმე, აი ზღვის ამბავში თევზი და ზღვის პროდუქტზე რამე აქცენტი არის, ხო, არის. ეხა ველოდები რაღაც ძალიან კაი თევზი უნდა ჩამომიტანო ფარავნის ტბიდან და ეგრე ვაგროვებ აი აქედან უნდა აქ დაჭერილი სქელშუბლა უნდა მომიყვანო და აი რაც იქნება რომ მართლა რეალურად ისე ვეცოდინებ რომ ფრეში და კაი თევზი ეგ იქნება სულ. სასმელი ეხა ძალიან კაი იყო. მანამდე კატში არ დამილევია საზამთროს კოქტეილი დაული, აი ზაფხულს რო ხდება და ეხა ნეგრონს. ხო, ბიჭებს გაიხსნათ აქ აერს. არა, აი კოქტეილი არ არის მარტო რა ღვინოც, ეგრეთ ჩამოსასმელ ღვინოს რო ეძახით, ჩვენი მეგობრის გურამის ღვინოებია ძირითადად, გურამი გადაღებული გურამი, ნადელები. ხო, მაგეთ ჩამოსასმელი ეგ გვაქვს, რომ ყველასთვის რო ხელმისაწვდომი იყოს, ან აი ბევრის და კარგად დალევა რო შევძლოთ, ეგრე და კოქტეილზე საკმაოდ დიდი აქცენტი, იმიტომ რომ უხდება რა აქაურობას რა და ძალიან კაი ბიჭები არიან და მართლა რაც ამოვით ეგ 60 დღეში რაღაც კოქტეილებს ამატებთ. ეხლა საზამთროს რო დალიე, საზამთროს კოქტეილი, ეგეც გუშინ გააკეთეს პირველად და ეგრევე ჩაჯდა მენიუში. ძალიან კაი იყო. აი რა ვისაც რა მოგწოს, რაღაც ვაკეთებ და ნელა რაღაცა ვითარდება რა საჭმლის მენიუც და საზმისაც. უთხელესი, უყველიანესი. მოვედი. ძანგებრინა. ამ გადაღებისთვის ვემზადები 2 დღე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ გემრიელად ვიყავდი და 2 დღე ვშიმშილო. მოკლედ, როგორც გიორგიმ გითხრა, ისეთია მენიუ. ქართული თან რაღაცა შერეული სხვადასხვა რეგიონიდან. ხო, ქართული სხვადასხვა კუთხის კერძებია გაერთიანებული. დოქი შემიფასო რა საყვარლობა. მომედო გისხეთ ცოტა ღვინო. თქვენ დაასხით მე მწვადს. ჰოპ. არასტანდარტული მწვადია. გიორგის უყვარს ისე არა?
ესეთი მწვადები. აი, ნახე. ცეცხლზეა შემწვარი, ხო ცეცხლზეა ხო, აბა. შემწვარი, ხო. მიდილაშა ყოჩა. ერთი შენ, ერთიც მე. კაი ბიჭი. ხო, კაია შენთან ერთად რო ვარ. გადასარევი. ვახოს კი არ გავხარ. ვახოს ეწყინება ეხლა. არა, ხუნდო ვახოს. ჩემი ვახუნა. კარგი მეწყვილეობა გამოვიდა შენ არ ყოფნაში. ძალიან და ძალიან ესე იგი, ეს არის ჩვენი ეპიზოდი. ეს არის კლასიკური ნეკნის მწვადი. ერთი ნაჭერია ნეკნის და მეორე არის თუ არ ვცდები ანდრეკოტის, არ ვიცი ზუსტად. მარილის გარდა აქვს მსხვილი დაღერღილი პილპილი. ეგ აძლევს ხო რაღაც კიდე აი, რაღაცა ფეთქდება რა. ხო, კლასიკური მწვადი არ არის ახლა ეს. ხორცის ინტენსიური გემოსთან ერთად აი პროფიტდება პირში მართლა ეგეთი რაღაცეები იქნება. საანგემრიენია. აპოლია. ეს ბიჭები რო ყავთ თამაშული შოქში იყვნენ. ესეთი მწვადი არ უჭამიათ. მწვადსა და სტეიქს შორის. სტეიქს და მწვადს შორის არის, ხო? აი, რა თქმა უნდა, სტეიკიც არ არის ხა. არც არ ქმნიან სტეიქს. ხაფიც დააგვდა მინდა გითხრა. შენ ჩამოსვლას გაუმართოს და ჩემ დახვედრას. ახე რა ადგილას დაგხვდი. მაშა, ყოჩა, კაი ბიჭი ხარ, მართლა კარგად გელას დავხდი. მე მინდა გაგასინჯო ეხა ანა ადამიანია. ეს პომიდორის, კიტრი პომიდორის ამას შევჭამე სალათი. ეს შეფოგი პორცოცელის. ხო, პომიდორის აი, სალსა. ბერძნული, დღე კრეტაზე მოქონდათ იმაზე სტარტერად. აი. ეს არის გურული სუნელი, ხო? ხო, რა მწვანი აჯიკას რო ეძახი ხო, და მე სახში ვაზავებ ხოლმე ეგრე რა. ძალიან კაი. ეს არის გურული სუნელი თანა. კიტრი პომიდორის სალათი, რასაც ბევრგან ვერ შეხვდები თბილისში. ძირითადად ნიგზიანი ან კახურად არის ხოლმე. ხო, ეგურული სუნელი არ არის ნიგზით, არის თხილით გამომზადებული, ხო? ხილისგან, მაგრამ ნუ მე კიტრი პომიდორის სალათს ნიგზით რო ამბობენ ხოლმე, ეგ არ არის რა. მე აჯიკითაც მიყვარს, წვანი აჯიკით. ძალიან კაია. სიმჟავეს დაყვება. აუ, ძალიან კაია. სუნელი თვითონ და აჯიკა. მაგრამ უხდება რეჰანიც აქვს. კინძი და რეჰანი აქვს, მე მგონი თუ ოხრახუში და რეჰანი ცალკე. გიორგის თავი არ მოგუშავოს ღმერთმა. აი. ცოტა ძმარიც წაკრავს. აი ხო. სახში ვამზადებ ხოლმე ესე, ოღონდ მე ერთ განსხვავებას აი ხა ამასნიან რითის განსხვავება, მე კახურზეცაც უშვები. ახლა ამას კახურიზაცი აღარ ჭირდება. იმდენად კაია ცალკე რა. ხო, გუშინ სახში რო გაჭამე. იმას ქონდა. ის არ იყო თხილიანი. ის იყო ნიგზიანი. ის ნიგზიანი იყო, ხო. ფანტასტიკა. ყველაფერი როგორ მოგწონთის გაგრძელება რა და ორი ხელით 10 თითით რეკომენდაციას ვუწევ. მე მართლა 3 დღეა სანამ აქ ამოვიდოდით, ამაზე ველაპარაკებოდი ანას რა გემრიელად ჭამეთ და ამიტომ დღეს არ ელოდოთ კრიტიკას. აქ არაფერია გასაკრიტიკებელი. კრეტაზე მქონდათ სულ ესეთი ნახე ცოცხალი პომიდორის სალსა. ხო. უთხელესი ხაჭაპურია, მაგრამ ხელში მაკვდება ყველი. ნახე. ნუ მოკლა ყველს ჭამე. ყოჩაკია ვიგი. 60-ში ვარ ნირვანაში ვარ. ლაშა, ამ კერტს არ გადაუღებ ახლა და მაკერტ შეწვისას გადავუღე. ფევზი რო იწვებოდა ხალხო კადრებში ხომ აქ? მე აი მაგაზე დაგიწერეს რა ჭაზე. ანუ რა ვთქნა, ეხლა ჭამო, ცალკე კერძები გადავიხო. დავშორდები ამას და ეგ იქნება. მინდა ნახევარი? თუ ფლიანს მოერევი. გადმოდე. ფლიანი. ფლიანი. აი, მაშინ ერწავს რაც აი კიდე ამ. ის. გავიჭრი ჩემს დამჭრი. რა არის? რამე ხوارქენი? ანუ ჩამოვუტანე ლონდონიდანაც და კრეტადანაც ძალიან ბევრი მაისური. ერთი უკვე დავსვარი. ეს აი. ღმერთო ჩემო. ოხო კანდელაკვა.
მოკლედ რაჭაში ხო ვიყავით, რეჰანი კუკინგი ხო გადავიღეთ რაჭაში და ნახავდით მაგ ეპიზოდს. რეჰანის ხო გადავიღეთ და კუკინგის მზადებისას რა ეს 20 წალი ქათმი შეხები რაც დაფიდან ამოდიოდა. სუმაიკაზე ხო და აი დაცხრილული იყო და იქ გადაწყვიტა რომ ამოეყვანა მაგ ეგლაკა. იქვე? ხო, რაღაც აი ჟელეისის რაღაცა, მაგრამ ნუ გაჭირვებაში იყო რა. ხო. მე სახლის ჩვენ არაჩვეულებრივ კიდე მაისურები. ხო. არაჩვეულებრივმა მასვინძელმა ბატონმა გიამ უთხრა რომ რაღაც ძალიან კაი საშუალება მაქვს ლაკების ამოყვანიო. ეს ლაკების ამოყვანი დაასხა ამას და შეაგდო პარაშოკიც ჩაყარა, მხნილი უბრალოდ ბოდიში, ჩაყარა იმ საცხმაქანაში და შეყარა ჩვენ უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატია და ნახევარ ფინალს თუ რაღაცას და ანდროს ბავშვი ერეკლე იძახის მამა იქ რაღაც ხდებოდა. საცხმაქანიდან გავოდის ტელეკაპი. არ უნდა არა. არა ძალიან ბევრი იქნა ერთი ვაიკესთვის და გადმოვიდა. ლაკები ამოვიდა. მაიკა ახალი ვით რა არის? ერქვა საშუალებას არ დაიმასო. არ ვიცი. უბრალოდ ბატონგიას გაუხდა ახალი აბაზა და გასაკეთებელი. აიმე. ორაგულია ხო? ორაგულია ხო. კარგად მობრაწურთ შეპიცკინებულია ცეცხლზე და ეს შეწვის და დამწვრის გემო იგრძნობა. და კარტოფილის როგორ არის დიდი ნაჭრებია და გარედან მობრაწული შიგნით შახარშული და ისე უხდება რომ შეიძლება შევიშალო. ეს არის უნდა ორაგული თუ არ უნდა ჯერ ვერ გავიგე. აბა რა არის? დიდი კალმახები რო არის ეგ არის რა. საქართველოში რო ორაგულს ვეძახით ქართულ კალმახს, აი ეგ არის რა. მე კი არ ვარ დიდი მოწიფიელე თევზის, შემწვარი თევზის როგორ არის ძალიან. ცოცხალს ჭამს პირდაპირ იგდებს. ხო, მართლა, აი ესე მიყვარს. მოხარშულისკენ წასული ეს იგდებს და თავებს აფურთხებს. მაგრამ ეს კაია. ანუ გრილზე კაია რა. ჩემი საყვარელი თევზი. სიმართლე გითხრათ, გრილზე შემწვარია რა, თანას ვერ დავეთან ხმები. არა, ჩემიც უბრალოდ ეს ისეთი მობრაწულია რა. ზეთში შემწვარი არ მიყვარს. ზეთში შემწვარი თევზი არის კატასტროფა. მთელი ბავშვობა არ მიყვარდა თევზი, იმიტომ რომ ჯერ სახში ხო საშინელის უნდებოდა. მერე ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე აივანზე გაქონდა გაზის ბალონი და აივანზე წვავდა და უბანში დგებოდა ცუდისუნი. ეს ფქვილში ამოვლებული რაღაცა და გამოფშიკული რაღაც თევზი არ მიყვარს რა. ან გრილზე მე კალმახით ძალიან მიყვარს გრილზე შემწვარი. თლიანი კალმახები ოღონდ ესე სტეიკად არა. და ეს სტეიკად თევზი ჩემი ფავორიტი თევზია რა ერთ-ერთი. კარგად არის დამარინადებული ეს თევზი. ბანკაია. ანუ რამდენჯერაც გიორგისთან ეპიზოდი გადავიღეთ, ხო თითქოს დავარეგულირე და ბევრ რამეს რო ვსინჯავ. ყველაფერს ბოლომდე ვჭამთ. ყველაფერს ბოლომდე ვჭამ, მაგის თქმა. იმ დღეს აქ აი მართლა იმდენი ვჭამეთ, რომ არავის არ ჯეროდა რომ მაგდენი ვჭამეთ. უბრალოდ ვეღარ დავდიოდი. დესერტი იყო კიდე სასწაული, მაგრამ დღეს არ ვიცი დესერტამდე მივაღწევთ თუ არა. მე დესერტს მართლა ვეღარ შევჭამ. შენ ტყემალს არ აყოლებ და იცი რა კაი ტყემალია? ის ტყემალია. ტყემლის ტყემალია? არა, ტყემლის ტყემალია თუ ან მაყვალია ან ამ. არა. ტყემალია. ხო და წერან შენ რო გიორგის ესაუბრებოდი. მე მეშმოდა რომ გიორგი ამბობს რომ უნდა რომ ადგილობრივი თბილისის ზღვის თევზი დაამატოს მენიუში. ამბობენ რომ თბილისის ზღვაში თითქმის ყველა სახეობის თევზი მოიპოვება. რაც საქართველოში შეიძლება მოიპოვებოდეს. მართლა დარწმუნებული ხარ? აი ნიკუშა მითხრა მაგრაძემ რომ ნახავს ამ ეპიზოდს გადამოწმებული კონდეს. ჩვენმა მეგობარმა. კომენტარებში რო გაგინებენ, მე ეტყვე რა ნიკუშა მაგრაძის ბრალია. არა. მე თევზზე მონადირები ჭია და იძახის რომ აქო ბევრი თევზი, ძალიან კარგი თევზი არის. ბევრი სახეობის ხო? ხო. აქ ძალიან მომეწონებოდა აი ეს იტალიაში როგორც იყო ამალფიშ სანაპიროზე მენიუში, რაც დღეს მე თევზემ დაიჭირა. Fish of the day. ხო. დღის თევზი. აი ეგეთი რაღაცეებიც კარგი იქნებოდა, ანუ აქაურობას მეტი თევზი მოუხდება რა. ერთ-ერთ თავარ აპეტაიზერს ვსინჯავთ ბოლოს. ბოლოს. უბრალოდ ბოლოს ვსინჯავთ. ჯერ ქათამი გავსინჯავთ ბაშიში. ამ ადგილს მგონია რომ კიდე დიდი განვითარებაელი სიქიდან გამომდინარე რომ აი თავარი ამ ყველაფრის შემოქმედი რომ
ესე კომფორტულად გრძნობს თავს როგორც გიორგი აქ. მაგ ადგილს ბევრი რამე ელოდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეგ ემოცია, რასაც დღეს გამოხატავ და ისე ვერ მოგი, აი ვიღაცასთან ვერ მოგივა ალბათ არა? ხო და ის არის კაი ადგილია რა, თბილისი სხვა კაია რა, ჩვენ თქვით და საერთოდ აუთვისებელია და ძალიან ლამაზი ხედია. ესეთი ადგილი რო გაქვს დედაქალაქში, სადაც გასართობიც ბევრია რა, სკუტერები არის, რაღაცეები არის, გელქნიანი ნავები არის, ასე შემდეგ და ამ ადგილს სჭირდება უბრალოდ ბევრი ამ რესტორნის კონკურენტი კიდევ, რომ ეს რესტორანის კიდევ უკეთესი იყოს და სხვა რესტორნებიც რომ ხალხის მიზიდულობის ცენტრი გახდეს აქ მაქსიმალურად რა. ქათამია ისეთი. ქათამით მოპიწყინებული ცეცხლის გემოთი წავედით ახლა იმერეთში. ისეთია ცხარეა ბაჟე, კაი ცხარე და ჩემთვის ოდნავ მლაშე, არ ვიცი შენთვის როგორია. არა, ნუ აი ქათამს აბალანსებს რა, ქათამს არა აქ იმდენი მარილი და ძალიან გემრიელია ქათამი. ფანტასტიკურია. ეს კლიანი ნაჭრებია, ხო და გადაიდებ ეგრევე. ჰოპ. მე ძალიან მიყვარს მაწვნის, გაწვრილი მაწვნის, იოგურტის соуსები. თურქებს აქვთ აქტიურად გამოყენებული და ამას ბოთის გიხდი. ეხა მე თავი გამომიდოვა. მე გასინჯული მაგ და ვიცი რაც არის და ანას ემოციას დაუჯეროთ, იმიტომ რომ ჩემი ორი ხელით ემხრობა ამ აპეტაიზერს. ცოტა გებჟალის ვაიბზე წამიყვანა, ოღონდ ნუ განსხვავებულია რა, იმიტომ რომ აი შეზავებული ცოტა სხვანაირად არის. სხვანაირად არის და მაინც ბერძნული იოგურტის სტრუქტურა კიდე სხვანაირი არის. დასაწყისშივე მინდოდა ეს გამიკეთებინა. ნახე როგორ მოუხდება ხაჭაპური. განსხვავდება ეს იმასთან შედარებით, ნუ გებჟალიასთან შედარებით იმით, რომ სხვანაირი სტრუქტურა აქვს მაინც ბერძნული იოგურტს ვიდრე ნუ რძეში შეზავებულ შულგუნის რგოლებს, იქ პიტნა და ისიც არის. აქ პიტნა არის? მე მგონი არა. მაინც უნდა გამასინჯოს. ბაზილიკა ხო არა? კითხაობ. არის პიტნა. პიტნა? კითხაობა. არა, ძალიან კაია. გავს გებჟალიას, მაგრამ ცოტა სხვა არის. ჭამა მე მგონი ფინალში უნდა გავიდეს უკვე. არა. არა არ გაძღა ამის მუცელი. მოდი, ხა მითხარი შენი ფავორიტი კერძი რაც დღეს გასინჯა. წვადი. წვადი, ტოფესი. ნუ თან მე ცოტა ისე ვაფასებ ხოლმე რა, ცოტა უცხოროა, მისწორდება და სხვა გაროველი შეჭამა რაღაცა. წვადი. გურული სუნელი სალათი. მისმე? ისმენ. მე სულგუნი, ხაჭაპური, თევზი და ქათამი. ნუ კაი ქათამი რო არ მოყვა შეიძლება მაგიტო? შენ? წვადზე არ ვიცი, საოცრება არის და არ შემიძლია რომ პირველ ადგილზე არ დავაყენო აქ ახლა. მე მივყვები ორაგული, კერა კალმახი. ძალიან გემრიელი იყო. მე ნუ კიტრი პომიდორის სალათი, როცა ესეზავდება, შეიძლება ცალკე კერძი იყოს და ამის მეტი არც არაფერი ჭამო. შულგუნის და ბერძნული იოგურტის აპეტაიზერიც ფანტასტიკურია. ნუ ხაჭაპური ფანტასტიკურია და ბოლო დავამთავრებდი. ხო, ბოლო აკორდი იყოს ქათამია. ჩემთვის ცოტა აი ამ განწყობაში ოდნავ ნიგზიანი კერძი ცოტა მემძიმება. ბაჟი არ გაგისწორდა? არა, როგორ არ გამისწორდა, რაჭის ჩემი დასაწუნი, მაგრამ მესმის. აი ცოტა მძიმეა რა, აქ მაინც უფრო ფრეშ რაღაცა, ისეთი აი აი ამასაც ხო ხდები, აი ზედმეტი არც соуსი ქონდა ისეთი არაფერი, პომიდორის ფრეშ სალსა ძალკე მოგვიტანეს, თევსაც არ ქონდა რაღაცა ის და აი соуსში ჩადებული ნიგზიანი ისედაც მძიმეა და ოდნავ ჩემი აზრით აკაურობას შეიძლება არ უხდებოდეს. შეიძლება ვიღაცისთვის უხდებოდეს, არ ვიცი. ძალიან გემრიელად ჭამეთ. კაია რა, მოკლედ. ახალი სივრცე, ახლა რა ვქნა? მოკლედ შეფის ფანტაზიაზეა აკაურობის განვითარება და ანგლია მე რასაც უყურებ ზის ადამიანი ისვენებს ზღვას უყურებს და ფიქრობს.
ანუ ძალიან შეშურდა, რაც ამოვიდა გიორგის ელაპარაკოს. ხო, აბა როგორ არ უნდა შეგშურდეს აბა. აქაურობა. ხალხს შენი შურს. რა კაიაო ჭამა აქვს სამსახურია. ჩემს უნდა შეგშურდეს. შენი თავისაც გშურს. მე შურ ჩემი თავის ხანდახან ისეთი კარგი სამსახური მაქვს. მაგრამ ვინმე მარი ფიქრობ რომ შრომათევადი არ არის, ვიღაცები ფიქრობენ ხოლმე და ნერვები მესმის. იცი რა, მინდა არ თქვათ ნეგრონი. სალათის გახვევა. ნეგრონს დავასხმე აინებთ. ნეგროს ვაკეთებთ, რომელიც არის დამზადებული ფრანგული მეთოდით, რომელსაც ქვია ნუაზეტი. ნუაზეტი გულისხმობს იმას, რომ დაბალ ცეცხლზე კარაქი როცა ვიდის ყავისფერ, ოქროსფერ მომიტამდე და ამოდის კარამელის და თხილის არომატები. ალბათ მთელი ამბავი იმაშია, რომ არ უნდა დაგვეწვას. ანუ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ნეგრონში შეიძლება იყოს კარაქი. მე მაგ კარაქს, რომელიც galgweba, ვასხავთ ამ სასმელს, ჯინს ვერმუტს და ბიტერს. მაგას ვტოვებთ საყინულში 8 საათი და ეს კარაქი ამოდის ზევით და მაგას ვკეთებთ ფილტრაციას და სანამ ბლანტ სუფთა მასამდე არ მივა, იქამდე ვწურავთ. და გამოდის ეს სითხე და მთელი მუღამი ის არის, რომ ნეგრონს აქვს ამ თხილის და ამ კარამელის არომატები აქვს აკიდებული, რა. და cheers. ერთი შე, მადლობა. ერთი მე და ერთი აგერ. ლაშას, მადლობა დიდი. ხო. გაგვიმარჯოს. აბა თქვენ გაგიმარჯოთ, რო გვაბედნიერებთ საინტერესო გემოებით. მედია მოგეწონებათ. არც-ერთად. აიგულია. ვეცადეთ რომ ამ საჭმელს და აი ანდღუმრას გაჭამოთ, აი ეს ძალიან გემრიელი საჭმელები, მე ამას ამ ხორცს და ამ ყველაფერს ძალიან უხდება, ცოტა მძიმე სასმელი რა. ძალიან მაგარი. გასაირნების დროა. ოპა! აქ არის თბილისის საიალქნო კლუბი და გაგვასეირნებენ მოკლედ პატივი გცეს. თბილისის ზღვაზე დევია ჩვენთან ერთად, რომელიც დამფუძნებელია. ეს კურსი ჩვენაირებისთვის პერიოდულად გააქვთ და უფრო ბავშვებისთვის, ხო? ხო, უფრო სპორტული კლუბი თვითონ უფრო ბავშვებისთვის არის და უფროსებისთვის, ვინც უკვე იახწმენები არიან რა, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება. თუმცა დამწყებებისთვის ვატარებთ კურსებს, ყოველ წელს რამოდენიმე კურსს ვატარებთ. უფრო დაწყების ამბავია და მე შავ ზღვაში თუ არ არის განსხვავება? არანაირი განსხვავება არ არის. რა თქმა უნდა, სხვაობა არის, მაგრამ სრულფასოვანი აფროსმული კლუბი შეიძლება აიყოს და არის და იყო ყოველთვის და ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე თბილისის ზღვაზე ვარჯიშობდა ერთ-ერთი საუკეთესო იახტსმენი ვინც ყოლია საერთოდ. პირიქით ძალიან კარგი ზღვა არის, იმიტომ რომ ძლიერი ქარებია და რთული პირობებია. პრინციპში საუკეთესო შედეგებს დღესაც თბილისის საიალქნო კლუბი დევს ხოლმე რა. ანუ შეჯიბრებს, კი. ცოტა იქით ტალღები ესეთი არის, მაგრამ მოკლე არის რა, აი ეგ არის განსხვავება. აი შავი ზღვის ტალღა შეიძლება იგივე სიმაღლეა, მაგრამ გრძლად იშლება და აქ შედარებით მოკლე არის და ამიტომ რთული არის. ეს ტალღები არ არის. აი ეს არის ერთ-ერთი მდინარე, რომელიც აქ შემოდის. არის ჟინვალი. მეორე არის იქით ბოლოში და ეგ არის რაც ავსებს თბილისის. ეპიზოდს ამ ნაწილს აქ დავასრულებთ. მე და ლაშა ყავაზე წავალთ. დიდი მადლობა. ძალიან კაი იყო. წარმატება ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს და მენტორებს და მასწავლებლებს კიდევ. თბილისის ზღვაზე რო ახალი სვარტივი სოლიდანქინი ვენდისი და საბოი გაიხსნა, ხო იცით ხო და აქ შემოვიარეთ. წავალ ახლა შიგნით არის გადახდის ამბავი და ყავასაც ჩამოვასხო. უცხოური ტყლაპი ვიპოვე. ეს არის ტყლაპი და ეს არის დაწნილი სულგუნები რა იყიდა ხო იცი? ხილის. და ესეც რაღაცა საწუწნი ფანქრები. წამოყავა ავიღოთ. წამ. რომელი კიდე? ორმაგი ესპრესო დიჭიკაში. ორმაგი ესპრესო დიჭიკაში? კაი.
წავედით. შემდეგი ეპიზოდი იქნება ტოპ ნეკნები თბილისში. დაგველოდეთ. მოიმარაგეთ ბევრი ლუდი და ჭამეთ ნეკნები.